ეთერში ახალი 6 სტუდიაში თინა ბეკიაშვილი მუშაობს. გამარჯობა. ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი ანაკლიის გზაზე სოფელ ახალკალათთან მცხოვრბლი მოყვა, გარდაცვლილია 3 პიროვნება, 3 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თვითმფრინავის ინფორმაციის სწრაფად მომავალი მერსედესის მარკის ავტომობილი მოცურდა, გზისავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, მძღოლი გადარჩა. ავარიის სუსტ მიზეზებს გამოიკვლევს საქმე, პოლიციის დარჩელის ქვედან ყოფაშია აღძრული. ეს პირას მოსულდა მომავალი და ასე მითხეს, ასე ამიხს. და შეეჯახა გორდიოს თუ რა? დიახ, გორდიოს შეეჯახა და მე იპოვეს. მოდელი ადამიანი და 3 არისო დაღუპული. ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკალათის ტერიტორიაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაცვლილი იქნა 3 პიროვნება, ხოლო 3, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გადაყვანილი არის ზუგდიდის საავადმყოფოში. ფოთში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი ეკურთხა კურთხევა თავად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორე მაღასროლა. პატრიარქთან ერთად დღეს ფოთს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. პატრიარქმა პატივისცემის ნიშნად ტაძრის აშენების ინიციატორისა და სულისჩამდგმელის ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს სალომე სურაბიშვილს ხატი გადასცა პატრიარქმა საკათედრო ტაძრის კურთხევა და აღდგენა მიულოცა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლსაც და წმინდა ამბროსი ხელაიას ხატი გადასცა. პრეზიდენტმა კი ტაძრის აღდგენის საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის მეუფე გრიგოლი ბრწყინვალების ორდენი დააჯილდოვა. ამ ტაძრის შენებლობაში სახელმწიფოს და პრეზიდენტთა ჩემი ინიციატივაზეც, მაგრამ მე ვფიქრობ, ამაზე ბევრად რომ მნიშვნელოვანია ის, რასაც აკეთებთ მაგალითად მამაო გრიგოლი. მამაო გრიგოლი მანამ სანამ საერთოდ იყო ამ ტაძარზე ლაპარაკი, საკუთარი ხელით ააგროვა ფული მართლა ყველა ადამიანთან იალიავას ბაზრობას და ააშენა ულამაზესი პატარა ეკლესია ნაბადაზე. აი ესეთი გმირების გაშენდება ჩვენი სულიერება და უბრალოდ სახელმწიფო. ეს არის დიდი სულიერი და ეროვნული ერთობის დღე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტაძრის კურთხევა და დიდი მადლობა უწმინდეს, რომელმაც აკურთხა ტაძარი და დღეს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლი შემოიტანა ფოთში და მართლაც ეს არის საოცარი დღე იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მთლიანად და ჩვენმა თანამოქალაქეებმა იგრძნონ უწმინდესის მადლი და ამ ტაძრის განსაკუთრებული სიკეთე. აი ამ ტაძრის განვლილ გზას გვადარებ ხოლმე მაცხოვრის განვლილ გზას ამ წუთის სოფელში. როგორი დიდი სიხარულით შეხვდა მაცხოვარი, როდესაც მოვიდა ამ წუთის სოფელში, როგორი დიდი სიხარულით ხდებოდა მსობის დღესასწაულზე ადამიანები მაცხოვარს, როგორი დიდი სიხარულით მოიტანა ამ ტაძრის მშენებლობა, მერე კომუნისტურმა წყობამ ჩვენ ვიცით თუ რა გაუკეთა ამ ტაძარს. ამ ტაძრის მდგომარეობა იყო ჯვარცმა. საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში რესტორან ნატალის წინ ჟურნალისტებისთვის სპეციალური ბრიფინგი გამართა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ფოთში საჯარო სამსახურში დაინიშნა ადამიანი, რომელმაც ჩიარა თაქთაქიშვილს 8 თებერვალს თბილისში გამართულ აქციაზე სცემა. მისივე შეფასებით, ეს არის ძალადობის წახალისება ხელისუფლების მხრიდან. პრეზიდენტმა გუშინ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ რესტორან ლატრუფეში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და რამდენიმე პირს შორის მომხდარი ინციდენტი სწორედ ამ ფაქტს დაუკავშირა. ფოთის მერი პრეზიდენტის ბრალდებას უარყოფს, როგორც დავით სარსანი აცხადებს, რატი კვანტრიშვილი მერის თანამშრომელი არ არის და ეს მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებულ ერთ-ერთ ჭილკოსში საქმიანობს. ის კრიმინალი, რომელმაც მიტყება და დაასისხლიანა ჩიორა თაქთაქიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დაუნიშნიათ ფოთში 3000 ლარიან თვეში ხელფასიან 3000 ლარიან თანამდებობას. წარმოიდგინეთ. რა გასაკვირია, რომ გუშინ ეს გააკეთეს ისევ ხელახლა. ერთ დეპუტატს გაუტეხეს თავი, მეორეს ცხვირი, მესამე პოლიტიკოს მოტეხეს ხელი. ეხლა ალბათ ამათ აქვთ უკვე თანამდებობის ამ კრიმინალებს თანამდებობის მიღების სტიმულიც და ალბათ დაპირებაც. მე არ ვიცი რა ინფორმაციას ფლობს პრეზიდენტი და თუ ეს ინფორმაცია არის დადასტურებული, ვფიქრობ, რომ საგამოძიებო და გამოძიებლები თავის სიტყვას იტყვიან. მე რაც მაქვს ინფორმაცია, ეს არის არასწორი ინფორმაცია, ჭორი და საპასუხო თანამდებობას რაც შეეხება, ის გახლავთ შპს-ს დირექტორი სულესარი. ბატონი კვანტრიშვილი თვითმმართველობაში, ასე ვთქვათ, არანაირ თანამდებობას არ ფლობს.
ნაციონალური მოძრაობის თაყრილობა თბილისის კლუბ რესტორან ატროფიაში ინციდენტით დასრულდა, რასაც სისხლის სამართლის საქმის აღზრდა და მომხდარის მრავალფეროვანი ინტერპრეტაცია მოყვა. ნაციონალური მოძრაობის ყველა წარმომადგენელი მომხდარში მხოლოდ პოლიტიკურ მოტივს ხედავს. ინციდენტის მონაწილე მეორე მხარე კი ჩვეულებრივ ხულიგნობას. ვიდრე სამართალდამცველების საქმეს გამოიძიებენ, გაირკვა, რომ პრეზიდენტი რესტორანში ყოფნის ფაქტს უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სააკაშვილის რესტორანში ყოფნის ფაქტს ადასტურებენ. რამდენიმე წუთით ადრე იხავით თუ არა თქვენ ადგილ? არა, ნამდვილად არ ყოფილა, სამსახურში ვიყავი. მე ხშირად ჩემი სტუმრები დამყავს ხოლმე მაგ ადგილზე, მაგრამ გუშინ ვიყავი სამსახურში. პრეზიდენტი და მერაბიშვილი ისიც რომ მე მანამდე რომ იყვნენ ამბარში ნამდვილად, მაგრამ არა ამ ინციდენტის დროს. პრეზიდენტი ამ ინციდენტის დროს ნამდვილად არ იმყოფებოდა ამბარში ზუსტად. ინციდენტის დროს მე ნამდვილად არ ყოფილვარ აღნიშნულ რესტორანში. როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია, როდესაც გაავრცელა წინასწარი განცხადება. დარწმუნებული ვარ, როდესაც წინ ჩაატარებენ გამოძიებას, ამას მოიკვლევენ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი ამ რესტორანში იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტის დროს პრეზიდენტი იქ აღარ იყო. ნაციონალური მოძრაობის წევრების მსგავსად პრეზიდენტის რესტორანში ყოფნას ადასტურებს ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. ბაკურია ამბობს, რომ კლუბ რესტორან ლა ტრიუფეს გუშინ ღამით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 30-მდე წევრი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი სტუმრობდნენ. ბაკურიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კლუბი დეპუტატ თინათინ ბოკუჩავასთან ერთად ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. სააკაშვილი და დეპუტატი ბოკუჩავა გვარი თუ არ მეშლება გოგონა და კიდევ არ ვიცი ისი ზურგის დარწმუნებით შემიძლია თქვა, რომ სააკაშვილი და ბოკუჩავა აღარ იყვნენ და ის კიდევ ორი ადამიანი სხვა მამაკაცი და ქალი, ვინც მაგაც უფროსთან იჯდნენ, ისინი წავიდნენ თუ ამათთან გადმოჯდნენ და ეს არ მიმიქცევი ყურადღება, იმიტომ რომ მაინც კონცენტრირებული ვიყავი ჩვენი სუფრისკენ. მამუკა ბაკურია იხსენებს, რომ მასთან ერთად კლუბში მყოფი მეგობარი ქალბატონი ძველი თბილისის რაიონის გამგებლის ნიკა მელიას ნაცნობი აღმოჩნდა. ბაკურია ყვება, რომ მელია მის მეგობარს არაესთეტიურად მოექცა, რაც თავად ქალბატონმაც იუკადრისა. ფიზიკური დაპირისპირება კი მელიასთან დაძაბული საუბრის შემდეგ დაიწყო. ფამილარული ჟესტი, რაღაც აგდებული, მხარზე ხელის წაპარტყუნებისთვის, წამორტყმის თუ რაღაცა, რომელიც ჩემო მეგობარმა იუკადრისა და შენიშვნამიცა. ამას მოყვა რაღაცა გაღიზიანება, რომ მე შენ მოგეფერეთ, ვიღაცა ერთ-ერთი ამათგანი ურტყავს ჩემ მეგობარს და იწყება ჩხუბი. დავინახე, რომ ეს ნიკაპის და ეს ყელის არეში აქვს დაჟეჟილი, ჩალურჯებული, ანუ ესე ვთქვათ რა. ჩემ რეპლიკაზე რომ სინდისი გაქვთ, ანუ რაკაცურია და რაღაც აი ესეთ რეპლიკაზე იქიდან ისევ წამოვიდა ეს საშინელი აგრესია გინება და ისევ დაგვესხა თელე არმადა თავს და აი ამ ჩხუბ-ჩხუბით კიბეებზე ამოვედით ისევ ზევით. კლუბში სტუმრობის ფაქტს მალავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მომხდარს პოლიტიკური საფუძველი აქვს. პრეზიდენტი ინციდენტს დეპუტატებზე თავდასხმად აფასებს. დეპუტატების თავდასხმა, რა თქმა უნდა, არის სრულიად არაცივილიზებული, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ნორმალურში, ასეთ ფორმით და ასეთ სახით და ასეთ სიტუაციაში, მაგრამ ამის გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის ფაქტია აღძრული. მხოლოდ ის ვიცი, რომ მიმდინარეობს გამოძიება დამატებით ოფიციალურად გაცნობებით. სხვა რაიმე დამატებითი ინფორმაცია გარდა იმისა, რაც გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, ამ ეტაპზე არ არსებობს. მიმდინარეობს გამოძიება. უკვე დაიკითხა რამდენიმე მოწმე და დაშავებული, ხოლო პოლიტიკოსებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იყვნენ, მათ შორის დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, თინათინ ბოკუჩავა, სამეგრელო ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი უახლოეს დღეებში დაიკითხებიან. გუშინ გვიანღამით რესტორან ლა ტრიუფეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს მთელი დღის განმავლობაში კომენტარები კეთდება. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მომხდარს გმობენ და შესაბამის უწყებებს გამოძიებისკენ მოუწოდებენ. არჩილ კვილაშვილის ინფორმაციით კი საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება. 어디가? 애들 쪽.
მხოლოდ ის ვიცი, რომ მიმდინარეობს გამოძიება დამატებით ოფიციალურად გაცნული. სხვა რაიმე დამატებითი ინფორმაცია გარდა იმისა, რაც გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, ამ ეტაპზე არ არსებობს. მიმდინარეობს გამოძიება. დამატებით შეგატყობინებთ. თვითონ ყოველთვის დასაგმობია, როდესაც ასეთი რამ ხდება და მით უმეტეს, როდესაც ადამიანები ფიზიკურად ასე მძიმედ ჩავდებიან, როგორც მე წავიკითხე დღესდღეობით. სრულიად აღმაშფოთებელია, როდესაც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ასეთი რამ ხდება. ჩემთვის ამ წუთას არ აქვს მნიშვნელობა, ვისი დაწყებულია ჯგუფი. ესეთი რამ არ უნდა მოხდეს. როგორც გავიგე, რაღაცა შიდა კონფლიქტი მომხდარა, თუმცა იქ ხსენებიათო თითქოს და იქ რაღაცნაირად იყვნენ პოლიტპატიმრები, ეს არის სრული სიცრუე, არანაირ პოლიტპატიმრებს იქ მომენტისთვის არ იმყოფებოდნენ და რა ბუნებრივია ვერც ეცინეთში ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას. ოთარ მეღვინე თუღუცესი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გურამ საყარაძისა და რამაზ შხიკვაძის საფლავების გვერდით დაკრძალეს. მანამდე საქართველოს სახალხო არტისტი კორტი მაჯარენშვილის სახელობის თეატრში იყო დასვენებული, სადაც მას სამოქალაქო პანაშვიდი გადაუხადეს. თეატრიდან ცხედარი მსახიობმა გამოასვენეს, ხოლო სამგლოვიარო პროცესიას შავ-სუდარა გადაფარებული შავი ცხენი მიუძღოდა წინ. დაკრძალვის ცერემონიას როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. დაკრძალვის პროცესიას საქართველოს მთავრობის წევრები და დეპუტატები დაესწრნენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. აქტიურად ოთარი ის ძალა შეცვალა ახლა, რომელიც დასუსტდა და ახლა ახალი მოვა. ყველა ოთარ მეღვინეთი ხო არ იქნებოდა, თავისთავად წყალია. აი ახლა თაობების ვახტება, ეს ღვთისნება, ეს თავრობა კი არ აკეთებს და ცეკა ზოგიერთ როგონია, ეს ღვთისნება. ოთარის შეცვლის ალბათ ასეთივე ლამაზი, ასეთივე სულიერად დიადი, ასეთივე ლამაზი თვალებით, რომელსაც შეეძლო ეთქვა სიმართლე, ჭეშმარიტება სცენიდან და სხვა შორის ცხოვრებაში ელემენტარულად. მუდმივი იყოს მისი ყოფნა იქ, იმ ქვეყანაში, ის იმ ქვეყანაში ჩვენ საქმეს გააკეთა. ეს არის უდიდესი დანაკლისი. ოთარი იყო არაჩვეულებრივი მსახიობი თეატრში. ასევე კინოში მან შექმნა მრავალი როლი, მაგრამ განსაკუთრებით, რა თქმა უნდა გამოუყო დადა თუთაშხია. ეს არის უკვდავი სახე, რომელიც არის ქართველი განსახიერება, ქართველი ხალხის გმირობისა, სინდისისა და სიჭვიანის. და ოთარმა ეს ყველაფერი შეძლო. ერთი უდიდესი მსახიობი დაკარგა საქართველომ, მაგრამ მისი სახელი მუდამ იქნება, იმიტომ რომ ეს ბატონი ოთარი იყო ნამდვილად უნიჭიერესი და უდიდესი მსახიობი და მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ ვიცნობდი მას, მით უმეტეს ჰქონდა შეხება ბავშვობიდან მას მის ოჯახთან ერთად და ყოველთვის ბედნიერი ვიყავი, როდესაც მოდიოდა ხოლმე სპექტაკლებს ესწრებოდა და ძალიან ბედნიერი ვიყავ, რომ მასთან მოვახერხე ყოველწლებში და მეგობრობდი და ესეთი უფროსი მეგობარი მყავდა. ძალიან განვიცდი და კიდევ ერთხელ საქართველოს და თქვენს პირადად ყველას გავიზიაროთ ეს ამზიმარი და ბედნიერი ვართ, რომ ჩვენ საზოგადოება შეუძლია ესეთი ადამიანები შეგოს. შეწყდეს ბაიკერთა დევნა. დღეს ამ მოთხოვნით მოტომოყვარულთა მსვლელობა გაიმართა. ბაიკერები დღის 2 საათისთვის ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობა ლისის ტბაზე დაასრულეს. მოტომოყვარულებმა მსვლელობის მშვიდობიანი ფორმით გამოხატეს პროტესტი ბოლო პერიოდში საპატრულო პოლიციის მიერ მათზე განხორციელებულ სადამსჯელო ქმედებებზე. მათი თქმით, პატრული 28 მაისიდან დღემდე უსაფრთხოდ ახორციელებდა ბაიკერების დაჯარიმებას, რაც მასობრივი 500 ლარიანი ჯარიმებით გამოიხადა. მოტომოყვარულების დაჯარიმებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მათ მიერ მოძრაობის წესების დარღვევით ხსნის. არის ყველანაირად აპოლიტიკური, უბრალოდ ვერც იმას ვიტყვი, რომ ამისადი პრეტენზია გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი უსამართლობა მოხდა ჩვენს თავს, ბაიკერების თავს და გვინდა რომ რბილად რო ვთქვათ, გავაპროტესტოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დააჯარიმეს საოცარი 500 ლარიანი ჯარიმებით და მიზეზიც არ იყო ნათქვამი. ძალიან ბევრი დაჯარიმდა უსამართლოდ, ბევრი სამართლიანად ალბათ, ეხლა რაც ჩვენ ვიცით, ჩვენს მოგდით ცნობები, ბიჭები გვიზიარებენ, ბიჭები გეუბნებიან, რომ რა როგორ მოგვიყებიან, როგორ მოხდა, გვაქვს საჩივრების შეტანა
შეტანილი. ვაპირებთ ამას სასამართლოში გაგრძელებას თუ ამას მოითხოვ. Სხოლების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 85 მათგანს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, 12 შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლება. 5 მათგანი მოძრაობდა ნასვამ მდგომარეობაში. ასევე ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა. სხოლების შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ 27 მათგანი მოძრაობდა სახელმწიფო სანომრე ნიშნების განთავსების წესების დარღვევით. თანაბარი უფლებებისთვის ამისნით გაერთიანდა თეკეტევ მოტორსი და თბილისის საკრებულო მათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 6 ადამიანი პარაპლანით გადმოაფრინეს. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით პროექტის მიზანია საზოგადოებისთვის შეზღუდული შესაძლებლობები აჩვენოს. თეკეტევ მოტორსის წარმომადგენლის განცხადებით ღონისძიების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლის გიორგი ჩაჩანიძის განმარტებით ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია და აღნიშნული პროექტი მათ ამაში დაეხმარება. ძალზე უჩვეულო შეგრძნება არის ალბათ ცხოვრებაში ძალიან ხშირად არ გვიწევს მსგავსი გზნობის განცდა და არის რაღაც ახლის მოლოდინი, ახალი განცდის მოლოდინი, რომელიც ალბათ ყველაფერი დამთავრდება მშვიდობით და ახალ გარკვეულ სტიმულს გამოიღებს იმის, რომ კიდე ახალი ბარიერები იქნეს დაძლეული. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ინტეგრირება საზოგადოებაში და ჩვენ მოუწოდებთ სხვა კომპანიებსაც, რომ აუცილებლად ხარი დაუჭირონ ამ მოძრაობას, რადგან ხელსაყრელი გარემო შექმნა ამ ადამიანებისთვის არის უპირველესი. შეგრძნებების შტაბ-ჭრილობის ქვეშ გახლავართ, მაინც მინდა რა თქმა უნდა მთავარს გავუსვა ხაზი. დღევანდელი დღეც გახლავთ, ასე ვთქვათ, სამაგალითო იმისათვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იმ ორგანიზაციებმა, ვისაც ევალება და საერთოდ ჩვენმა საზოგადოებამ მეტი ყურადღება მიაქციოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვას, მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. მართველი გუნდის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელების პარალელურად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა სალომე ზურაბიშვილმაც. პრემიერ-მინისტრი და კოალიციის წარმომადგენლები საკუთარი კანდიდატის წარმატებაში დარწმუნებული არიან, თუმცა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს არჩევნებში გაცილებით დიდი შანსები ექნებათ ვიდრე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი პრემიერის პირადი არჩევანია და არა კოალიციის საუკეთესო კანდიდატი. როგორ აფასებენ გიორგი მარგველაშვილის შანსებს მართველ გუნდსა და ოპოზიციაში და რატომ სურს ბიძინა ივანიშვილს მესამე წლის გაძლიერება ნახეთ ნინო ქავთარაძის რეპორტაჟი. იგი სურვილია ჩემი რომ რაღაც მესამე ცენტრი კოალიციის გარე ოპოზიცია გაძლიერდეს და ჩამოყალიბდეს. სხვა პოლიტიკოსებთან შეგონია მე ამის მსგავსი საუბარი. ალბათ სალომესთან მისი პარტიის გაძლიერებაზე არ გაიხმებოდა რამე თუ ასე სურვილი არ გამოუქვას, მაგრამ თანამშრომლობაზე იყო მუდამ საუბარი. კოალიციის მიერ გიორგი მარგველაშვილის დასახელებასთან ერთად პრემიერ-მინისტრი მესამე წლის გაძლიერებასა და საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების შანსებზეც საუბრობს. ერთ-ერთი, ვისაც ივანიშვილი ღირსეულ კანდიდატად მიიჩნევს, სალომე ზურაბიშვილია. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა საკუთარი კანდიდატურა დღეს თავადვე წამოაყენა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ზურაბიშვილს არ მიუღია. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, თუ საზოგადოების მხარდაჭერა ექნება. ახალი პრეზიდენტი, ჩემის აზრით, უნდა იყოს ხალხის არჩეული და არავის დანიშნული. ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს არანაირი გუნდის წარმომადგენელი. ერთადერთი გუნდი ვიცი მე, ეს არის საქართველო. მას აქვს უფლება, როგორც მას სურს, ისე განიხილოს საკუთარი თუ სხვისი კანდიდატურა და მისი უფლება, მისიც მისი სურვილია მას დაუჯეროს ხარი. თუ დამოუკიდებელი კანდიდატები წამოაყენებენ და მე მგონი ქართველები ისე ვართ, თანამდებობები მიყვარს ბევრი წამოაყენებს. ნაციონალური მოძრაობა დარჩება ბოლო ადგილზე ჩემი აზრით. რამდენიც კი წამოღვა საზოგადოებრივი და დამოუკიდებელი კანდიდატი, ყველა მოუგებს ნაციონალურ მოძრაობას. განსხვავებულად აფასებენ საპრეზიდენტო კანდიდატების შესაძლებლობებს ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ კოალიციის მიერ დასახელებული კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი პრემიერის პირადი არჩევანია. გაცილებით მკვეთრ განცხადებებს აკეთებს პრეზიდენტობის კანდიდატზე მოქმედი პრეზიდენტი. ეს რა თქმა უნდა არის ფიქრობ ბიძინა ივანიშვილის სურვილი რომ ყავდეს რაც შეიძლება სუსტი და არაკომპეტენტური კანდიდატი, რომელიც არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის მის პირად გავლენას და ძალაუფლებას, შესაბამისად აი ამ ნიშნით იქნა შერჩეული კანდიდატი ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის პირადი არჩევანია ეს, რა თქმა უნდა. როდესაც რომის იმპერატორმა ნერონმა გადაწყვიტა, რომ თავისი დომინირების დემონსტრაცია მოეხდინა რომის საზოგადოებაზე, თავისი ცხენი აირჩია სენატში. და მინდა ვთქვა, რომ
ყველამ თავის დასკვნა გამოიტანოს. საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგოლაშვილს სუსტ კონკურენტად მიიჩნევს სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილიც. მან მოძებნა პირადად ივანიშვილისთვის ყველაზე მეტად სანდო ადამიანი, რომელიც არასწორ თავისთავად გამორიცხავს ის სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ესეთ მიდგომას, იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელიც იქნება პრეზიდენტი, უნდა იყოს არბიტრი, მიუკერძოებელი და არა ვიღაცის მიერ დანიშნული და დასმული. პრემიერმა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ჩვენს ხალხს, როდესაც უარი განაცხადა თვითონ ეყარა კენჭი პრეზიდენტად და წარმოადგინა ამ პოსტზე სატელიტი მარიონეტი თოჯინა, რომელიც იქნება მისი ნების უსიტყვო შემსრულებელი. მართლ გუჩი მიიჩნევა, რომ პრემიერმა საუკეთესო კანდიდატი შეარჩია. გადაწყვეტილება მიიღო იმის მიხედვით ახალი კონსტიტუციით, რომელიც ოქტომბერში ამოქმედება, როგორი ტიპის პრეზიდენტი ჭირდება ქვეყანას. ეს არ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ექნება მანიაკალური მიდრეკილება ძალაუფლებისკენ. ის თავის თავში უნდა განასახიერებდეს საზოგადოებრივ განწყობას. ეს არის ძალიან ღირსეული კანდიდატი, ყველა იმ თვისებით შემკული, რომელიც უნდა ქონდეს ქვეყნის პრეზიდენტს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში. თავად პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგოლაშვილი კოალიციის მიერ გამოცხადებული ნდობის გამართლებას გეგმავს და აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ძირითადი პრიორიტეტები უცვლელი დარჩება. პრიორიტეტები ბუნებრივია არის ძველი, ის პრიორიტეტები, რომლითაც 6 თვის წინ ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ის რაც ჩვენ დავპირდით ხალხს და მნიშვნელოვნად აუსრულეთ კიდევაც ამ ეტაპისთვის 6 თვის მასშტაბიდან და 6 თვის მონაკვეთიდან გამომდინარე, ბუნებრივია აი ამ მიღწევების გამტკიცება, სტაბილურ სისტემაში გადაყვანა საქართველოსი და სტაბილური მშენებლობის, სტაბილური აღმშენებლობის დაწყება ამ ქვეყანაში. საქართველოს მომავალ პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად უფლებები გარკვეულწილად ეზღუდება. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი მმართველობის პირობებში სახელმწიფო შტოთა შორის ძალაუფლების გადანაწილება დაბალანსებულად მოხდება. ეს იქნება შუალედური ფორმა, როდესაც პრეზიდენტი საერთო სახალხო კენჭისყრით ირჩევა და აქვს იმაზე მეტი უფლებები, ვიდრე უნდა ჰქონდეს კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს. ეს იყო ახალი 6-ე, ჩვენ ეთერში 19 საათზე დაუბრუნდებით და შემოგთავაზებთ განცხადებას, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ ეთერში გააკეთებს.